საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, დედაქალაქი ტფილისი, სახელმწიფო ენა ქართული. 1921 წელი, 21 თებერვალი. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საგანგებო სხდომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია ერთხმად მიიღო. დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ 1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. პროცესი დიდხანს გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისთვის ტექსტის დამუშავება თითქმის დასრულებული იყო, რუსეთის აგრესიის მიერ შექმნილი ვითარების გამო დამფუძნებელ კრებას კონსტიტუციის დაჩქარებულ რეჟიმში მიღება მოუწია. 25 თებერვალს რუსმა ბოლშევიკებმა ქართველ ბოლშევიკებთან ერთად თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის ისტორიაში პირველმა კონსტიტუციამ ფორმალურად 4 დღე იმოქმედა. ის სტრუქტურა, რაც კონსტიტუციაში ჩაწერეს სოციალ-დემოკრატებმა, ფაქტობრივად იქამდე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში. ანუ სოციალ-დემოკრატებმა იმ წესრიგის კონსტიტუციონალიზაცია გააკეთეს. ანუ ის ინსტიტუციური წესრიგი, რაც ისედაც არსებობდა ქვეყანაში, გადაიტანეს უბრალოდ კონსტიტუციის ტექსტში და კონსტიტუციაში ასახეს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონსტიტუციური წესრიგი მარტო ფურცელზე და 3 დღე კი არ მოქმედებდა, არამედ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას. 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებული კონსტიტუცია უშუალო დემოკრატიის მოდელი იყო, რომელიც ძალაუფლების დიდ ნაწილს ხალხს, ამომრჩეველს უტოვებდა და შედარებით მცირე ნაწილს წარმომადგენლებს გადასცემდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოქალაქეს მხოლოდ პერიოდულად არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კი არა, ყოველდღიურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შეძრებლობაც ეძლეოდა. საარჩევნო და ინსტიტუციური სისტემა კი ისე იყო მოწყობილი, რომ საზოგადოებისთვის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა მაქსიმალურად გამარტივებულიყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, როგორც მას ერქვა, აშკარად წინ უსწრებდა დროს. ამ კონსტიტუციაში გაზიარებული იყო ის ღირებულებები, რომლებიც სამყაროს დემოკრატიულმა ნაწილმა აღიარა უკვე შემდგომი 10 წლეულების განმავლობაში და სრული აღიარება ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოხდა. 21 წელს აი ეს ღირებულებები მე მხედველობაში მაქვს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ფაქტობრივად სრულად იყო ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ადამიანის უფლებების და თავისუფლების გამტკიცება, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობა, წოდებრივი განსხვავებების აკრძალვა, ორივე სქესის მოქალაქეების როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ თუ საოჯახო უფლებებით თანასწორობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების აღიარება, გამოხატვის თავისუფლება, პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება და კიდევ მრავალი სხვა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიღებულმა ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ ბევრი ცვლილების მიუხედავად დღეს არსებულ მოქმედ კონსტიტუციაზე თავისი ნაკვალევი ნამდვილად დატოვა. ორივე 1921 და 1995 წლების კონსტიტუციამ ცადა, რომ დაეფუძნებინა დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული შინაარსობრივი განსხვავებები. მათ შორის, თუმცა მიზანში ისინი ორივე ერთიანები იყვნენ. ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უნდა ედოს სამართლებრივ სახელმწიფოს, ეს პრინციპები დარჩა უცვლელი. თუმცა წლებმა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის ცვლილებამ თუ სხვა გარემო ფაქტორებმა ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ გადაახარისხა და გადააფასა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია დღემდე სრულად 3-ჯერ შეიცვალა. დღეს კი სახეზე ასეთი გარდაქმნები გვაქვს. მოქმედი კონსტიტუცია ეს არის ლიბერალური დემოკრატიის შედეგი, ლიბერალურ დემოკრატიული კონსტიტუცია, მაშინ როცა
21-ის კონსტიტუცია იყო რადიკალური დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობილი კონსტიტუცია და სოციალისტური კონსტიტუცია იყო. ანუ განსხვავება არის როგორც სადა დედამიწა. შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლების მოწყობის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კონსტიტუცია შეგვიძლია კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მმართველობა შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, იქ არ იყო გათვალისწინებული პრეზიდენტის ინსტიტუტი. აქ იყო შიში ერთი პირისთვის ფართო ძალაუფლების, თქვათ, მინიჭების. საქართველოს კონსტიტუცია 11 თავისგან შედგება, რომელიც 78 მუხლს მოიცავს. 104 წლის წინ მიღებული დოკუმენტი 17 თავისა და 159 მუხლისგან შედგებოდა. თუმცა მთავარი ის კი არა, რა წერია ფურცელზე და რომელი მუხლები ემატება თუ აკლდება სხვადასხვა წლებში, არამედ ის, როგორია მისი პრაქტიკაში გამოყენება. დღევანდელი მუხლი კონსტიტუციისა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების თაობაზე ფაქტობრივად იმეორებს 21 წლის კონსტიტუციის რედაქციას. და ის რომ ხელისუფლება მთელ რიგ შემთხვევებში არ ღვევს ამ კონსტიტუციურ უფლებას, ეს უკვე ხელისუფლების მიერ ჩადენილი დარღვევაა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ეს უფლება დაცულია. მნიშვნელოვანია არა ტექსტი, არამედ მისი შინაარსი და ამ შინაარსის გამოყენება. ამიტომ დღეს ქართული კონსტიტუცია, რომელიც დაცლილი აბსოლუტურად შინაარსისგან, ხო, მისი გამოყენების თვალსაზრისით ვამბობ, ხო, იმიტომ რომ ის ეფუძნება მაგალითად საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას, ხო, რაღაც პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას და ჩვენ გვაქვს მაგალითად რაღაცა ერთპარტიული პარლამენტი. 78, ანუ ბოლო მუხლი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეძღვნება 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში. საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა, რომლის ხელმძღვანელიც იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო. ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს შემდეგი განაცხადა. ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის ეს რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.